მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეებზე. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარკაიძემ დღეს 12 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას ბრალადედება 2019 წლის 20 და 21 ივნის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას. 2-ზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება. რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, გიორგი გვარკაიძის განცხადებით გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს იმჟამებელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიას ინიციატივითა და მონაწილეობით ფართოდ გაშუქდა მედიაშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-117 მუხლის მესამე ნაწილის M ქვეპუნქტით და 333 მუხლის მეორე ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ცხედრების ნაწილი ნაპოვნია. ცნობილია ყველა გარდაცვლილის ვინაობა. სიღნაღის რაიონში სამძებრო სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ადგილზე და მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. პირველ რიგში მინდა მწუხარება გამოვთქვა და მიუსამძივრო გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქ ხალხს. მოგეხსენებათ, რომ გუშინ დაახლოებით 2 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და დაახლოებით 5 კილომეტრში განიცადა კატასტროფა. ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ეკიპაჟის წევრი. სამწუხაროდ 18 მათგანი ნაპოვნია და გარდაცვლილია. 2 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მე მუდმივ კავშირში და კოორდინაციაში მიმყოფები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან. ჩვენ შევქმნით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართულები არიან ჩვენი თურქი კოლეგები, რომლებიც ტელეგრამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და იღებდნენ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში. მოგეხსენებათ, ეს არის სამხედრო თვითმფრინავი და მე დეტალებზე თურქეთის მხარესთან ერთად შეთანხმებით ნელა ეტაპობრივად მოგაძლევთ ინფორმაციას. გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე თავ შევიკავებ მე დეტალზე საუბრიდან. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები აქ ადგილზე იმყოფებიან, ვინ იქიდან გამომდინარე, რომ ვარდნის შედეგად თვითმფრინავი ძალიან ბევრი დეტალი არის გაფანტული და ამაში ადამიანური რესურსის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად თავდაცვის ძალები იღებენ მონაწილეობას. პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვაში, რეალიზაციასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში. დანაშაულები 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე საჯარო სკოლების მოსწავლეების გამოფენა მოეწყო. მოზარდებმა მათი თვალით დანახული ქალაქის პეიზაჟები წარმოადგინეს. ჩემი ქალაქის შემოდგომის ფერები. ასე ქვია პროექტს, რომელსაც ოზურგეთის ნომერ 4 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი ეკატერინა ოსტროვსკა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ახორციელებს. პროექტი ღია ცის ქვეშ ხატვასა და ბავშვების თვალით დანახულ ქალაქის პეიზაჟების შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება და მასში ოზურგეთის თითქმის ყველა საჯარო სკოლა ღებულობს მონაწილეობას. ქალაქში აქა-იქ მოფენილ მოლბერტებზე ბავშვები საინტერესო ფერად ნამუშევრებს ქმნიან. პროექტს კონკურსის სახე აქვს. ჟიურიმ წელსაც 5 ნომინაციაში გამოავლინა გამარჯვებული, რომელსაც სიგელებთან ერთად ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ყველა მოსწავლეს კი მადლობის ბარათი. მე დავხატე დაახლოებით ის ადგილი, სადაც დგას ფილიპონ ქორიძის ძეგლი. და დავხატე აქ ანუ ჩემთვის ყველაზე მთავარი აქ არის აი ეს ბილიკები იყო ძალამაზად და მაგით ერთი ეს ძეგლი და ეს ლამპიონები ძალამაზად ჩანს ჩემი აზრით და მომეწონა ეს პროექტი და ღია ცის ქვეშ ხატვა? ძალიან მომეწონა და ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ღია ცის ქვეშ ხატავდი ჩემ ნაცნობებთან და ჩემ მეგობრებთან ერთად. მე დავხატე ანუ ბუნება აი აქეთ. ჩემთვის ეს ანუ პირველად გამოცდილება იყო ეს ჩემთვის პირველად გავაკეთე და ემოციები დამჭა ძალიან კარგი, მივიღე სიგელი და ნუ სასიამოვნო გრძნობა იყო, პირველად გამოვედი და ყველას წარმატებელი უსურვებ. ძალიან აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით, რათა გამოვიდა ჩემი ნამუშევარი ხუთეულში. რა თქმა უნდა, დაჯილდოებებიც იყო ყველაფერი. მხატვრებისგან შენიშვნებიც მივიღეთ და მომავალში გავითვალისწინე და ყველასთვის ბედნიერი იყო. ყოველწლიური სახე მიიღო ჩვენმა პროექტმა, რომელსაც ტრადიციულად მე-4 სკოლა უძღვება. წელს მონაწილეობის რაოდენობამ გადააჭარბა 100 მოსწავლეს, თითქმის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა იღებს მონაწილეობას. დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა, კმაყოფილი ვარ შედეგებით და წარმატებას უსრულებ თითოეულ მონაწილეს. დღეს არაჩვეულებრივი დღე გვაქვს, ოზურგეთის შემოდგომის ფერები. ასეთნაირად სახით აქვს წარმოდგენილი ეს პროექტი მე-4 საჯარო სკოლას, სახელოვნების მასწავლებელს, რომელიც უკვე მე რამდენი წელია ამას ახორციელებს. მნიშვნელოვანია ეს პროექტი იმით, რომ აქ ჩართულია თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლის თუ სასულიერო სკოლის მოსწავლეები თავიანთ ხელოვნებისადმი სიყვარულს აქ აფიქსირებენ, იმ ფერებს, რაღაც სხვა გრძნობა, სხვა ელფერი შესძინა, როცა აქ არიან უშუალოდ, აქ ხატავენ და ამ ფერებს ასე ლამაზად გვიხატავენ, გადმოგვცემენ, არაჩვეულებრივი შინაარსის მახასიათებელია თითეული ნახატი. უბრალოდ მე მადლობა მინდა მე-4 საჯარო სკოლას, ეკამასწავლებლს უთხრა, იმიტომ რომ მსგავსი ორგანიზებას ჩვენი რესურს ცენტრი აქ ხელშეწყობა არის, რომ ჩვენ სხვადასხვა სკოლას უკავშირდებით და ორგანიზებას უწევთ ამას და მეტი შემოქმედებითობა, მეტი არაფორმალური განათლებისთვის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია და ეს ჩვენი ბავშვებისთვის არაჩვეულებრივი გამოწვევაა. უკვე მეორე წელია ჩვენი პროექტი, მე-4 საჯარო სკოლის პროექტი გახლავთ, შემოდგომის ფერები ჩვენს ქალაქში. ჩვენ სტარდება ოზურგეთში, ამ არაჩვეულებრივად ლამაზი შემოდგომის დღე არის და ჩვენ ვნახეთ საუკეთესო ნაშრომები, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის საჯარო თუ სასულიერო სკოლის წარმომადგენლებმა ჩვენო ბავშვებმა შეასრულნენ. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, გამოხმაურებაც იყო ძალიან დიდი. ჩვენ სამწუხაროდ ვერ შევძელით ყველას დაკმაყოფილება, იმდენად ბევრი იყო სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოთ. და აქ დამსწრე საზოგადოებამ ნახა ის არაჩვეულებრივი ნახატები, მოფიქრებული, შესრულებული, გააზრებული ჩვენი ბავშვების მიერ. ნახა შესაძლოა ყველა მათგანი მხატვარი არ გამოვიდეს, მაგრამ სილამაზის აღქმის გრძნობა, თვითონ დამოკიდებულება შემოდგომისადმი, ემპათია, სიყვარულის გამოვლენა სამყაროს უხვადარია ამ ნახატებში და ამით ის მადლობა მინდა მათ გადავხადო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თვითონ ამ პროექტის ავტორი არის ეკა ოსტროვსკა, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ჩვენი მასწავლებელი და მას მინდა რომ განსაკუთრებით მადლობა გადავხადო დღევანდელი დღისთვის. დღეს კიდევ ერთი გურული დერბი შედგა. სტუმრად ჩასულ ოზურგეთელ ფეხბურთელებს ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა 3-0 მოუგეს.
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგის 22-ვე ტურში დღეს ლანჩხუთში გურული დერბი შედგა. გურიამ ოზურგეთის მერცხალს უმასპინძლა. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გურიის გუნდები სხვადასხვა ამოცანების წინაშე იდგნენ. მასპინძლები ლიდერობისთვის იბრძვიან, ხოლო მერცხალი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. დღევანდელი შეხვედრა ლანჩხუთელების უპირატესობით წარიმართა. ლანჩხუთელმა ვანო შარვაძემ ჰეტ-ტრიკი შეასრულა. მან მერვე 32 და 55 წუთებზე შეძლო სტუმართა კარის აღება. შარვაძის გოლებით ლანჩხუთმა ოზურგეთს 3-0 მოუგო. ამ შეხვედრის შემდეგ გურიას 55 ქულა აქვს და ამ წუთისთვის მეორე ადგილზეა. თუმცა ჯერ თავისი შეხვედრა არ უთამაშია ივერიას, რომელსაც ჯერჯერობით 1 ქულით ნაკლები აქვს. მერცხალს კვლავ 33 ქულა აქვს და მე-12 ადგილზე იმყოფება. მორიგ შეხვედრას გუნდები 1 კვირის შემდეგ გამართავენ. მერცხალი ბოლო საშინაო შეხვედრაში უშუალო კონკურენტს სამგურალი 2-ს მიიღებს, ხოლო გურია სტუმრად ვით ჯორჯია 2-ს შეხვდება. საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე შემოგთავაზებთ გადაცემას სივრცე დიალოგისთვის. დღევანდელი გადაცემის სტუმარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სამანდატო საპროცედურო იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, დვაბზუს თემში მაჟორიტარი დეპუტატი მარიკა ჩხიკუშვილია, რომელთან ერთადაც 2025 წლის მოწვევის საკრებულოზე, წარმომადგენლებითი ორგანოს გამოწვევებზე, როგორც შორეულ პერსპექტივებზე, ასევე უახლოეს გეგმებზე ვისაუბრებთ. ეს გახდა ჩემხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.